My name is Brigitte Dufour. I'm the Director of International Partnership for Human Rights, sometimes we say IPHR, an organization based in Brussels. We are right now in Sambuca di Sicilia, which is a town in western Sicily. And in fact, we bought a €1 house. We decided to go for this to create a residence. It was a very old house that needed a lot of renovations. And we took 3 years to renovate this house into what the neighbors call now a little jewel. The name of the house is Casa Vitali, Arte, Pace and Diritti Umani. It's a house that we decided to name after Vitaly Safarov, who's a young human rights defender who I had met in Georgia. I had met him over a weekend in Tbilisi, and the same weekend, on a Sunday night, I heard that he had been killed. ვიტალი გავიცანი ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტი იყო ტოლერანტობის სათავეების ბანაკი, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდა ბავშვები გროვდებოდნენ და დაახლოებით 10 დღის მანძილზე ყოველი კულტურული ჯგუფი თავის კულტურას აცნობდა სხვა ახალგაზრდებს. ამ ბანაკებში ყავდა ჩვენ ეთნიკური ჯგუფები, როგორც ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და ასე შემდეგ. და პირველი ჩემი შეხვედრა ვიტალისთან იყო ზუსტად ამ ბანაკში. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, რაღაც უნდა გაეკეთებინა სულ. ყოველთვის იყო მხიარული, აი ჩვენი მეგობრობის მანძილზე ძალიან იშვიათად მახსოვს, რომ რაღაცა მოწყენილი ყოფილიყო, ან თუნდაც რაღაცა პრობლემის გამო არ ყოფილიყო რაღაც ხასიათზე. ეგეთი რაღაცა არ იყო. ყოველთვის იყო ძალიან აქტიური, ყოველთვის უნდოდა რომ მის ირგვლივ და ყველგან მხიარულობა ყოფილიყო და რაც თავარია, კარგად გამოსდიოდა, რომ სხვა ადამიანებისთვის ხასიათი გაემჯობისებინა. ყოველთვის ცდილობდა და ხას უსვავდა იმას, რომ ებრაელი არის დაბადებული საქართველოში და საქართველო არის მაგისთვის სამშობლო და უყვარს ეს ქვეყანა. ყველა ადამიანთან შეეძლო საერთო ენის პოვნა და ყველასთან შეეძლო საუბარი, ზუსტად ამან გამოიწვია, რომ ის кейს მენეჯერის პოზიციაზეც გადავიდა და ეხმარებოდა უფლებადამცველებს რეაბილიტაციაში საქართველოში და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა, იმიტომ რომ შეეძლო მართლა ნებისმიერი ადამიანის გაგება, მიუხედავად იმათი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, სტრესისა, გულით უგებდა ამ ადამიანებს და გულთან ახლოს იქონდა თვითონ მათი ისტორიები და მათი გამოცდილება. ეს ივლისი თუ აგვისტო 2018-ში, ანუ ის წელი. რამდენი წლის არის აქ? 25. ანუ ორ თვეში ეს ყველაფერი მოხდა. ადრე უყურებდი, ტიროდი. ბოლოს არ უყურებ საერთოდ. მაგისი სახელი თარგმანში არის ჟიზნირადასნე. სიცოცხლის სავსე, სიცოცხლე. მეუბნებოდი დედა, აი ეს რასაც ეხლაც ვაკეთებ, არ არის ჩემი. მე მჭირდება დიდი.
დიდი რაღაცა, ანუ რომ რაღაც სტრანად კი მითხრა. აი ეს რაღაცა დროსთან გონდა სუ პრობლემა რომ არ ყოფნიდა ეს დრო. სულ ვეუბნებით ვიტალი, ხო გჭირდება ძილი, დაისვენე და გჭირდება ძილი. დედა, ცადაც ცუდად მეუბნებოდა, იანატომს ვეძია დახნო. აი ძალიან ცუდი გამოთქვა იყო ალბათ ეჩქარებოდა რაღაცა. საერთოდ სიზმრებს ვერ ნახულობ. რო გავიღვიძე ჯერ 3 საათზე და გადავხედე რომ ვიტალი არ იყო მოსული და ისევ დავწექი. ცეთი საშინელი სიზმარი ვნახე რომ აი სიბნელე ვიტალი ქვეშ და ბევრი ხალხი ურტყავს ფეხებით. ანუ ეს დრო როცა ვიტალის რაღაცა ხდებოდა იქ მაგან აი ვეუბნებით გამომიგზავნა სიზმარში რომ დედა აი ნახე. გავიგე ზარი, უბრალოდ მესიჯი იყო მისი დისგან, ჩემთან ხო არ დარჩენილა ვიტალი სახში. ჩაბნელდა ყველაფერი. 2018 წლის 30 სექტემბერს დედაქალაქის მთავარ მოედანზე 25 წლის უფლებადამცველის მკვლელობას 7 ადამიანი შეესწრო. მოწმეები ამბობდნენ, რომ ვიტალი საფაროვი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ებრაელი იყო. მიყენებული ქონდა 11 ჭრილობა და იქიდან 7 იყო სასიკვდილო. ეს იყო ზუსტად გამიზნული დარტყმები, რომელმაც ზუსტად ადგილზევე განაპირობა ვიტალი საფაროვის სიკვდილი. It was just horrifying to think that there were haters like that who would kill a young man outside of a bar for no reason. დანეიტრალება სიტუაციის უნდა, იმიტომ 20 წუთი ღიმილით ელაპარაკებოდა და ჩანდა როგორ მაგისი ხუჭუჭა თმები აი იმ შუგზე ანათებდა და всё. მოკლული იყო ულტრამემარჯვენე ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების მიერ. სხეულზე სვასტიკები ჰქონდათ დატანიებული, ანუ ტატუები სვასტიკის, ვიდეოები ჰქონდათ სოციალურ ქსელებში. რაც უფრო ღრმად ჩავდიოდით ამ სივრცეში და რო გაგვეცნო ეგ სიტუაცია, უფრო და უფრო ხდებოდით, რომ საკმაოდ რთული ვითარება არის საქართველოში ამ მიმართულებით. წლის იყო ვიტალი, რომ გადმოვედით აქ, ძველი უბანი, ხარფუხი, თვითონ ის გული საიდანაც დაიწყო ქალაქი. ჩვენ ეზოში აზერბაიჯანელები, ებრაელები, სომხები, ქართველები, ოსები, აბსოლუტურად, აი მარტო ჩვენ ეზოშია რამდენიმე ეროვნება ცხოვრობს და მე მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, რომ ჩვენ ეგრე ცხოვრობდით, მეც გავზრდილი ვარ იტალიურ ეზოში. და ჩვენ ყველა ენა ვიცოდით, აბსოლუტურად. ვიტალის დაემართა ის, რასაც აი ჩვენ ოჯახს ოჯახში საერთოდ იყო მიუღებელი. ეგ ნაციონალიზმი. არ ელოდებოდა იცით რა,
როგორ არ ფიქრობდა, არ იცოდა, რომ ეგეთები არსებობენ, რომ ალბათ ეხლაც ფიქრობდა, რომ შეიძლება ლაპარაკი და ენით დამშვიდება, მაგრამ ყველასთან მარტო ლაპარაკი არ მოდის. სამწუხაროდ. ყოველთვის ცდილობდა ახალგაზრდებისთვის ეჩვენებინა თუ რისი მიღწევა შეუძლიათ. სულ ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ეს სამყარო ბევრად ფერადი არის და ამ სამყაროში ბევრი რაღაცის მიღწევა შეგიძლია, თუ ამ ესე ვთქვათ, ბნელ კლიშეებს და ჯაჭვებს დაანგრეო და გადახვალ ესე ვთქვათ, ფერად მხარეზე. ეს იყო მაგის ესე ვთქვათ, მთავარი მესიჯი ყოველთვის ახალგაზრდებთან. არაერთხელ შევსწრებილ ვარ, როდესაც ის ცდილობდა თავისი პოზიციის დამტკიცებას, სწორი პოზიციის დამტკიცებას და როდესაც ცდილობდა ახალგაზრდებისთვისაც ესწავლებინა, რომ ის მხარე ცუდი არის და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იმ ღამესაც იგივე იყო, რომ ესე ვთქვათ, არ დაიხია უკან და შეეცადა ბოლომდე აეხსნა იმ მკვლელებისთვის საბოლოო ჯამში, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს. ყველგან არის კარგი და ცუდი. არის ის, რასაც ხდება. მაგასთან უნდა ბრძოლა და მიხედო შვილებს, რომ არ წავიდნენ ამ ცუდ გზაზე. არსებობს ეს ძალა, რომელიც დღესდღეობითაც სამწუხაროდ ევროპაშიც და სხვა ქვეყნებშიც ძლიერდება, ეს ნეონაცისტური ჯგუფები ძლიერდებიან და ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ კიდევ ერთხელ არ განმეორდეს ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს და მანამდეც. I see Vito, and I remember Vito as the free spirit, someone who would realize his dream, someone who would contribute all the time to the life of others. And we wanted to give tribute to his legacy. So this house will now be a residence for artists, human rights defenders, bloggers, journalists, people involved in human rights and peace on a daily basis, who will come here and benefit from the infrastructure and from the welcoming nature of this village. ფიქრობ, რომ მსგავსი პროექტი სიცილიაზე, რომელიც იქნება, კიდევ უფრო დაანახებს ევროპელებს, ევროპელ ხალხს თუ რა მდგომარეობა არის სხვაგან. მაინც მგონია, რომ ბევრმა არ იცის, რომ სხვა ქვეყნებში არის უარესი სიტუაციები, ცუდი სიტუაციები, სადაც ადამიანის უფლებები ნოლამდე არის დაყვანილი და უფლებადამცველები არიან ის ადამიანები, რომლებიც დგანან ბრძოლის ხაზზე პირველები, სადაც ცდილობენ, რომ დემოკრატია დაიცვან თავის ქვეყნებში. I would hope that the fact that there will be people who come from other countries with another experience of life would bring their views, would bring their experience, would bring a little bit the world, a little more also to Sambuca. I hope that it will also give a sense of community to those coming here, that they became part of also something in Sicily that would enrich their lives. მიხარია და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ბრიჯიტის, რომ იმ სახლს, რომელსაც სჭირდება ეგ, რასაც ვიტალი ჩუქნიდა მთელი თავის 25 წლის მანძილზე, ამ სიცოცხლეს, სიყვარულს, რომ იქნება მაგის სახელით ეს შელტერის სახლი დასახელებული. ვიტალი ცოცხალია ჩემთვის და იქაც იცხოვრებ სიცილიაში. ვაჩუქოთ სითბო ყველას. მაშინ მეტი ხალხს გაახსენდება შენი სახელი. და გაახსენება ეგ შენი დიდხანს კიდე სიცოცხლე აქ